დღეს ბაჩოს კიდევ ერთი სასამართლო იყო, რომელიც ჯერ დახურული არ არის, იმიტომ რომ საქმე ახალია. ახალი საქმე რაზეა? წინა სასამართლო, სადაც იმას აბრალებენ, რომ ვითომ 4 ოქტომბრის დამგეგმავი იყო. იმ სასამართლოზე უკვე დახურულ პროცესზე, სადაც ჩვენ შესვლა არ შეგვეძლო, მარტო ადვოკატები იყვნენ, იქ თქვა, რომ ბიძინა ივანიშვილი უნდა დაემხოს. და აი ეს ბიძინა ივანიშვილი უნდა დაემხოს, არისო სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის საქმე, იმიტომ რომ ისო კონსტიტუციური მოკლედ რაღაცის წყობილების შეცვლისკენ მოწოდება თუ რაღაცა მოკლედ დებილობა. და ახალი პროცესი დაიწყეს და ეს ახალი პროცესი ჯერ გახსნილია და ვიყავი. და ძალიან მაგარი რაღაცა თქვა ბაჩო. ბაჩომ თქვა, რომ ზვიადს ვინც უღალატა არა, ცოტა სხვანაირად დაიწყო. ანუ დაიწყო იმით, რომ თქვენ იმაზე რასაც მასამართლებთო, არ არისო არანაირად დანაშაული. ან ნებისმიერ ადამიანს აქვს მთავრობის დამხობის უფლება. ეს არის არა მარტო კონსტიტუციით მონიჭებული, საერთოდ ღვთის მონიჭებული არისო ეს უფლებაო, როდესაც მე არასწორი მართველი მყავს და ვიღაც არასწორი მაზის თავზე, მისი დამხობის უფლება მე ღმერთმა მიბოძა. და თქვენ ანუ ის ასე უტიფრად ამ საერთოდ არადანაშაულზე იმიტომ მასამართლებთოახლაო, რომ გგონიათო, რომ რაღაც პერიოდის მერე რო შეიცვლებაო და ივანიშვილს მართლა რო დავამხობთო, რომ მერე გეპატიებათო ეს. და იმიტომ გგონიათო, რომ გეპატიებათო, რომ ჩვენ ზვიადის მოღალატეებს ვაპატიეთო. და მიშას ყველაზე ძალიან დიდი წვლილი აქვს შეტანილი, როგორც ქვეყნის სათავეში მყოფ ადამიანს, გაერთიანებისკენ, ერის შეკვრისკენ. რომ იქ არავინ არ უნდა ყოფილიყო განიმიჯნული, არც ზვიადისტები, არც შევარდნაძისტები, არც იმისტები, არც ამისტები, არც რუსისტები, არც დასავლეთისტები, რომ ყველა ერთად უნდა ყოფილიყავით როგორც ერი და აი ესე ერთად გვეშენებინა მომავლის და კარგი ქვეყანა. მაგრამ ერთის მხრივ ეს როგორც კარგია და როგორც იმას მიუთითებს, რომ შენ ერის მამა ხარ, როდესაც ამ ფუნქციას ითავსებ, მეორე მხრივ ასეთივე დამღუპველი აღმოჩნდაო და ზუსტად იმიტომ არისო დღეს მიშა ციხეში, რომ თავის დროზე ზვიადის მოღალატეები არ დასაჯაო და ზვიადის მოღალატეები რო დაგვესაჯაო, 2012-ში ვერც ხიხო მოვიდოდაო. ნუ ხიხო ახლა ეს ციტირება არ არის, მე აზრს გადმოვცემ. ციტირებას მე ცოტა მოგვიანებით რომ დადებენ ჟურნალისტები ჩანაწერებს, მე მეც დავდებ და იქ მოусმენთ. ეს ძალიან სწორი გადაფასება იმის, რაც მოხდა და ძალიან ხშირად მიშისტები მიშას უბრაზდებიან იმის გამო, რომ ყველანაირ ნაგავს ცდილობს, რომ აი თავის ქოლგის ქვეშ მოაქციოს. მე ეს მესმის, იმიტომ რომ ეს მე არა მაქვს გამაერთიანება. მე ვარ ამ საკითხში აბსოლუტური საწინააღმდეგო ხასიათის პიროვნება. მე ნებისმიერ რაღაცაზე, ძალიან პატარა რაღაცაზეც კი გავკიცხავ ადამიანს და გავაგდებ და ვეტყვი. შენ ისეთო, შენ ასეთო, შენ მოღალატე, შენ რუსეთუმე, ანუ ოდნავ მაინც რაღაცა თუ ეშლება, მე კიდია ეშლება თუ შეგნებულად მავნებლობს, ეგრევე ვახურავ და ანუ ჩემი სიფრციდან ვაგდებ. ამიტომ ეს გამაერთიანებლის ფუნქცია მე არა მაქვს. მე ვიძახი, რომ თვითონ იდეა, რომელსაც მე ვემსახურები, დეოკუპაცია, ეს უნდა იყოს ის მთავარი რაღაცა, რის ქვეშაც აი ამ იდეის მოყვარული და აი ამ იდეის მხარდამჭერი ხალხი უნდა გაერთიანდეს. და არა ის, რომ მე მოვწონვარ თუ არა. მიშაც ასე ფიქრობს, მაგრამ
ჩემგან განსხვავებით ის სახელმწიფოს მშენებლობა იყო მისი მთავარი იდეა. ჩვენ დეოკუპაციას ამაში შედიოდა. დეოკუპაცია იყო ამის ერთ-ერთი პუნქტი და მთავარი პუნქტი. და მე აი ესეთ გლობალურად არ ვუყურებ ამ საკითხს. მე კონკრეტულად მარტო დეოკუპაციას ვარ ჩაჭიდებული. ხო და ჩემგან განსხვავებით ის არავის არ კიცხავს. არავის არ აძლევს შენიშვნებს, არავის არ გააგდებს. პირიქით ყველას ეცდება რომ შემოერთოს, მე რო ვაგდებ ხოლმე კომენტარსაც კი ვერ ვიტან, ოდნავ მაინც ქოცურს, ოდნავ მაინც რუსულს, ეგრევე ვახურავ თავზე, თან ბოლო სიტყვებით, საშინელი სიტყვებით, გირახავთ კიდევაც ჩემი პასუხები, მოკოცურო იმებზე, კომენტარებზე, ხო წარმოუდგენელია მე შემას რაღაც რო გააკეთოს. ახლაც ძალიან ბევრი გაბრაზდა, როდესაც პატრიარქის გარდაცვალება ესე ძალიან შეიცხადა, ის რომ გამოაცხადა, რომ პატრიარქი უნდა ვაღიაროთ, უნდა დავაყენოთ საკითხი მის წმინდან აღიარებაზე, ეს სასამართლოზე რო თქვა. მე იქ ძალიან დავიჭყანე და როდესაც უკრაინის პატრიარქზე ლაპარაკობდა ფილარეტზე, ახსენა, რომ უკრაინის პატრიარქმა მოიბოდიშა ხალხის წინაშე, მოინანია ის, რომ კგბ-ს აგენტი იყო, როდესაც თქვა, რომ ყველანი ასეთები ვიყავითო, სხვანაირად სისტემა არ მუშაობდაო. და ამას რო ამბობდა, მაშინ ვუთხარი, ხო, მეთქი ილიასგან განსხვავებით. და ამათ იმის თქვა მითოდა, რომ ილია უვარგისია. და უვარგისი იყო. მაგრამ არ გავაგრძელე ახლა სასამართლოზე ვიყავი და იქ ბევრი რომ ელაპარაკა და ხმა რო ამეწია, გამაგდებდნენ. ამიტომ უბრალოდ თვალებს ვუბრიალებდი. და მარტო ის თქვი, რომ ხო, მეთქი ილიასგან განსხვავებით, მეტი ვერაფერი ვერ ვთქვი. ხო და მთლიანად ის მე სასამართლოს გამოსვლა მე არ დავდა ჩემ არხზე, იმიტომ რომ არ მომეწონა ბევრი ლაპარაკა პატრიარქზე, კარგი ლაპარაკა. ამაზე ძალიან ბევრი გაბრაზდა, აი ძალიან მიშისტებიც კი ძალიან გაბრაზდნენ. მე არ ვუბრაზდები ამაზე, იმიტომ რომ ვიცი რომ მიშა არის გამაერთიანებელი. მიშა არასდროს არ გამიჯნავს ვიღაცებს, ვისაც პატრიარქი უყვართ, ხო დებილები არიან რომ რუსი უყვართ. მაგრამ ხო უყვართ, ხო და მიშა იმ სიყვარულს პატივსცემს, მე არ ვცემ პატივს. მიშა პატივს ცემს. ხო და ეს ყველა ხალხი უნდა რომ ერთად იყოს, აი ჩემნაირებიც და იმნაირებიც, ვისაც პატრიარქი არ უყვარს და რუსს ეძახის და მოღალატეს, უნდა რომ იმათთან ერთად, ვისაც პატრიარქი უყვარს და ვერ ხედავს რომ პატრიარქი რუსი და მოღალატეა, რომ მაინც ერთად ვიყოთ, იმიტომ რომ საქართველო ვითომ ერთნაირად გვიყვარს. მე კი ვთვლი რომ იმათ არაფერი არ უყვართ. მარტო პიროვნების კულტი უყვართ და საქართველოს რო უყვარდეთ, ილია რამდენად მოღალატე იყო, ამას დაინახავდნენ მთელი ამ წლების განმავლობაში და დასკვნას გამოიტანდნენ, რომ თუ საქართველოს გიყვარს, ილია არ უნდა გიყვარდეს, რომ შეუთავსებელია ერთდროულად საქართველოს სიყვარული და ილია მეორის ირაკლი შოილაშვილის იგივე ივერიელის სიყვარული. ხო და მე ჯერჯერობით ყოველ შემთხვევაში არ ვბრაზდები მიშაზე ამის გამო, იმიტომ რომ კიდევ ერთხელ მესმის მისი ნაკისრი აი ეს ფუნქცია, რომ ერის გამაერთიანებელი მისია დააკისრა საკუთარ თავს. და ამ მისიის ფარგლებში ხდება ეს ყველაფერი, რომ არავის არ გააკ. ისიც კი გამიკვირდა სიხისტერო გამოიჩინა აი ამ ხალხის მიმართ, ვინც გაბრაზდა, რომ ირანში ამერიკამ ომი დაიწყო და ვიღაცებმა გამოსირებულმა იმ ჯეიჰუნ მუჰამედოვმა და მისნაირებმა თქვეს, რომ და ის 300 კაცი, რომელიც მე ირანის საელჩოს წინ იდგა და აიათოლა შენს ბრძანებებს შევასრულებთ და გვიყვარხარ და აი ამ ხალხს თქვა, რომ ესენი გაძევებული იქნებიან საქართველოდანო. ესეც კი გამიკვირდა, მეთქი რანაირად ვიღაცას აძევებს? უხდი, როგორი მკაცრია. ანუ არ ჩვევია მიშას ისეთი რაღაცა, რომ ვიღაცა გარიყოს. პირიქით, ნებისმიერ ნაგავს, ცდილობს, რომ აზრზე მოიყვანოს და შემოიერთოს და გააერთიანოს. ხო და ბაჩომ თქვა სასამართლოზე, რომ ეს ერთის მხრივ ძალიან ძლიერი თვისებაა და მეორეს მხრივ ამან დაგუყობა. რომ არ გავასამართლეთ ზვიადის მოღალატეები და მოსამართლეს ეუბნებოდა, რომ თქვენ იმის იმედი გაქვთ, რომ ბიძინას რო დავამხობთ, ისე მოვიქცევით და არ გავასამართლებთ და ცდებითო, უკვე ჭკუა ნასწავლი გვაქვს და ყველა გასამართლდებაო და მოსამართლე ასე იჯდა და მე მგონი
მე მგონი კი არა ყველა მისის რომ ძალიან დებილობას აკეთებენ და მე გაქცევა მოუწევთ ქვეყნიდან. და შეიძლება ასეთ პროჭუპროჭუებს არ უზდიოთ მომავალში. ან შეიძლება უზდიოთ, მაგრამ აი ბიზნესო გარანტიას გაძლევთო, სადაც არ უნდა გაიქცესო და როგორც არ უნდა გაიქცესო და სადაც არ უნდა იმალებოდესო იმის მერე რაც ჩვენ მას დავამხობთო, თუ მოასწროო გაქცევაო, ნებისმიერი დედამიწის წერტილიდან მიწიდან ამოვთხრით ჩამოვიყვანთ და აი ახლა სადაც მე ვზივარ იქ იჯდებაო. ხო და კი ის რომ ლუსტრაცია და კოლაბორაციის კანონი მიღებული იქნება და ხალხი გასამართლდება ამ კანონით, უკვე ეჭვი არ მეპარება. აქამდე ჩემი დეოკუპაციის პოლიტიკის ერთ-ერთი პუნქტი იყო და მე ყოველთვის ვილაპარაკებ იმაზე, რომ ეს აუცილებლად საჭიროა, მაგრამ მე შეიძლება პოლიტიკაში ვერაზროს ვერ მოვიდე. აი ზუსტად იმ ჩემი ხისტი ხასიათის გამო, რომ თავზე ვაჯვამ ხალხს და სასწაულ სიტყვებს ვეძახი და ვიგინები კიდევაც. ამის გამო შეიძლება მე მომავალ პოლიტიკურ გუნდმა დამიწუნოს და თქვას, რომ ჩვენ შენს გარშე გავაკეთებთ დეოკუპაციას და იმიტომ რომ შენ რაღაცა უზრდელი ხარ, მაგალითად ესეთი რაღაცა, მაგრამ მე თავიდანვე შეგუებული ვარ ამ საკითხს. ახლა მაგის გამო ზრდილობიანი აღარ ვიქნები. როგორც გამოვხატავ, ისე გამოვხატავ და ამას დავიტოვებ, მირჩევნია. ხო და ეს ადამიანები თუ უჩემოდ გააკეთებენ დეოკუპაციას, უკვე დარწმუნებული ვარ, რომ ლუსტრაციასაც და კოლაბორაციის კანონსაც მიიღებენ. საქართველო იქნება დეოკუპირებული ბიძინა, აუცილებლად დავამხობთ ბიძინას და ეს დრო გვიახლოვდება და ამერიკა რო ჩაერთო ამ პროცესში უკვე ნათელია. რუბიომ ზუსტად იმიტომ დაურეკა კობახიძეს, რომ დაიწყო ეს პროცესი. ჯერ ურეკავენ, ელაპარაკებიან, რაღაც ულტიმატუმებს წაუყენებენ, ეს ულტიმატუმები ჯერ იქნება ესეთი ფარული და ჯერ პირადი, მე პირადს რო არ შეასრულებენ და ჩუმად ნათქვამს რო არ გააკეთებენ, მე ულტიმატუმები იქნება საჯარო, 1-2 და მე ძალიან კარგადაც ვიცით, როგორ აგვარებს ამერიკა, დღევანდელი ამერიკა. ღმერთო დიდება დღევანდელ ამერიკას და დიდება ტრამპის ადმინისტრაციას, დღევანდელი ამერიკა როგორ აგვარებს ასე საკითხებს, უკვე გვინახავს. და ეს პროცესი დაწყებულია. ბიზნეს დავამხობთ კი არა, ჩამოვამხობთ, ჩამოვრეცხავთ, გადავამხობთ, გადმოვამხობთ და ყველა მხრიდან ყველანაირად იმას ვუზამთ. და ლუსტრაციის და კოლაბორაციის კანონიც აუცილებლად მიიღება და გასამართლდება ყველა. ვინც ზვიადის უღალატა, ვინც მიშას უღალატა და ამათმა უბრალოდ ზვიადის და მიშას როგორც პიროვნებებს კი არ უღალატეს და როგორც ადამიანებს. ამათმა ყველამ უღალატა საქართველოს დამოუკიდებლობის იდეას, საქართველოს თავისუფლებას რუსეთისგან, საქართველოს აღორძინებას, საქართველოს კეთილდღეობას, საქართველოს აყვავებას და იბერიის გაბრწყინებას. აი ამას უღალატეს. ყველა გასამართლდება. რუსეთი არ იქნება შავ ზღვაზე. მომავალ შეხვედრამდე.